არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც ჩვენი ესე ვთქვათ გაერთიანება იქნებოდა ნაყოფიერი ამ არჩევნებში, ვინაიდან ეს ძალა წარმოადგენს უდაოდ დადებით და პოზიტიურ განწყობას ქმნის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები არიან დაკომპლექტებული ახალი ადამიანებით, ახლებური ხედვით უძღვებიან დღევანდელ პოლიტიკას, დაიღალა ეს ხალხი ყოველდღე ერთი და იგივე სახეების ყურებით, 20 წელია ერთი და იგივე პოლიტიკური მოღვაწეები ხან ერთი პარტიიდან, ხან მეორე პარტიაში გადადიან და მოკლედ ეს არის ძირითადი რისი თქმაც მინდოდა ამასთან დაკავშირებით. არასაპარლამენტო ოპოზიცია არის ის გუნდი და ჩვენი კანდიდატი კახა უკავა არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია რეალური ცვლილებები შეიტანოს ჩვენი ქვეყნის აღშენებლობით ნაწილში. თუ დააკვირდებით მის გამოსვლებს, აქცენტი ძირითადად არის გაკეთებული მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე, აქცენტია გაკეთებული გადაუდებელ ოპერაციებზე მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ანუ მთლიანად გუნდი მოტივირებულია ესე ვთქვათ ხალხის კეთილდღეობისთვის და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, მინდა გითხრათ, ამ გუნდთან ერთად წარდგენა თვითმმართველობის არჩევნებზე. რაც შეეხება კონკრეტულად მცირე ბიზნესის დაფინანსებას, იცით ალბათ, რომ ეს ბატონმა კახამ და მამუკა კაციტაძემ თავიანთი აქტიური მუშაობით საკრებულოში უკვე ჩადეს 10 მილიონი მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ამავდროულად მთელი გუნდი ეხლაც მიმდინარეობს კონსულტაციები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მაჟორიტარებზე. ეს ბატონმა კახამ განაცხადა რუსთავიერზე, როდესაც პირველი წარდგენა იყო, დამატებითი ესე ვთქვათ კიდე სურპრიზები საქართველოს მოსახლეობას არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ელოდება იმ ახალი სახეების გამოჩენით, საკმაოდ ცნობადი სახეების გამოჩენით, ამას დაველოდოთ და შემდგომისთვის გეტყვით. ზადვარ გავცი კითხვებზე პასუხი. დიახ, მემორანდუმი. დიახ. სამ რიცხვში გავაფორმეთ მემორანდუმი და ეს ტელევიზიებიდანაც გახდა ალბათ ცნობილი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. ერთი განცხადება კიდე მინდა გავაკეთო, რაზეც გამოეხმაურა ბატონი გია ჟორჟოლიანი. გია ჟორჟოლიანი და ჩვენი პარტია აბსოლუტურად განსხვავებული პარტიებია ერთმანეთისგან. ჩვენი არის ნოე ჟორდანიას დროინდელი დაფუძნებული პარტია და მისი სამართალმემკვიდრეები ვართ ჩვენ დღევანდელ დღეს. ხოლო ჟორჟოლიანის სოციალ-დემოკრატიული პარტია დამოუკიდებლად ცალკე პარტიაა, მინდა გითხრათ. ჩვენსაც კონკრეტულად ქვია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. ეს არის 92 წლიდან არის რეგისტრირებული. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. ესე არის რეგისტრაცია გავლილი. ჩვენმა პარტიამ ბევრი რაღაცები გადაიტანა, მინდა გითხრათ, თუ ეს გაინტერესებთ, ამაზე ვისაუბროთ. ჩვენი წინასაარჩევნო მე ახლა ალბათ თქვენთაგანი ალბათ მიცნობს გარკვეულწილად ბიზნესიდან მოვდივარ პოლიტიკაში და აქტიურად ვიყავი ბოლო წლებში ჩართული ბიზნესში და საკმაოდ ბევრი ესე ვთქვათ წინააღმდეგობები შეხვდა ბიზნესში. გამომდინარე იქ რო გაძლიერდეს, ამისთვის აუცილებლად უნდა იქნეს გარკვეული ხარჯები გაწეული მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად, რომ მოსახლეობაში რეალურად ფული გაჩნდეს და მყიდველობითი უნარი გაიზარდოს. ეს ამავდროულად ჩვეულებრივ მსხვილ ბიზნესსაც წაადგება და არ შეუქმნის დამატებით პრობლემებს. მე ვიცი ძალიან ბევრი პრობლემა არის ამ კუთხით, იგივე მსხვილ ბიზნესთან დაკავშირებით თანხების გადაუხდელობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი საარჩევნო პროგრამა და ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა იქნება ძირითადად აგებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, მოსახლეობისთვის მეტი სიკეთის მიტანაზე, იმიტომ რომ ეს ჭირდება საქართველოს. ყველაფერი გამოსავალი, ტერიტორიული მთლიანობა ის იქნება, ეს საგარეო პოლიტიკა იქნება თუ საშინაო პოლიტიკა იქნება,
ყველაფერი ზირი არის ქვეყნის ეკონომიკა. თუ ქვეყნის ეკონომიკა არის ძლიერი, მაშინ პრობლემების გადაწყვეტა არის იოლი. ჩვენ ვხვდებით საინტერესო მაშინ ჩვენი აფხაზი მეგობრებისაც, ოსებისაც, რუსებისაც, ამერიკელებისთვისაც და ჩვენ თუ ვართ მძიმე სოციალურ ფონში ძალიან ძნელია იქ რაიმე ინტერესები დაიცვა ადამიანმა, მათ შორის ევროპისთვისაც, რა თქმა უნდა, ევროპა ჩვენი არჩევანია და ეს არჩევანი ჩვენ 21-18 წლიდან 21 წლამდე მაშინდელმა მთავრობამ განაცხადა კიდეც, როდესაც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისს, იცით ახლა ეს მოვლენები აღარ ჩაუღმავდები მაგას. აი ეს არის ძირითადი მესიჯები, რაც გვინდა ჩვენს მოსახლეობას გაუგზავნოთ. დანარჩენი კიდე დიახ, რა თქმა უნდა. დიახ. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, გულწრფელი ვიქნები აბსოლუტურად, მოდი თამამად მივუდგეთ ამ კუთხით, მინდა მივუდგეთ. მთელი გულწრფელები და პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ რაღაც მომენტში ვიგზენი თავი ვალდებულათაც კი იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა ქვეყანაში, თუნდაც პოლიტიკური კუთხით, თუნდაც ეკონომიკური კუთხით, თავიც ვალდებულად კი ჩავთვალე, მინდა გითხრათ, იგივე ჩემი მეგობრების, ჩემი მეზობლების, ჩემი თანამშრომლების წინაშე, რომ აქტიურად ჩავთვლილიყავი პოლიტიკაში და პასიური არ ყოფილიყავი ამ კუთხით. ახლა გესმით ალბათ ყველა ჩვენთაგანი ჩვენ საქმიანობაში გაგმავალოთ ცილად წარმატებული ადამიანები ვართ, მინდა გითხრათ და მაინც და მაინც ახალ თავსაც კი ვართ, ყველაერიდება ჩვენთაგანი, მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონ გაჩნდა დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე დღევანდელი არჩევნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე მაშინაც განვაცხადე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი, მინდა გითხრათ ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ჩავერთოთ. ეს მოდი მაგის შემოვიტოვოთ, ხო? შემდეგისთვის. კარგით? ნახოთ. ტელეფონის? კი ბატონო. ვიცით უკვე? არა, კამერები იცით? სავიზიტო პირველ ყოველსა მადლობას